ჩემი ანაფორა დაუფინეთ, არ შესცივდეთო. ასეთ ისტორიებს ერთხელ ყვებიან და ეს ერთხელ მოყოლილი ამბავიც არქივმა შემოინახა. სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის პირადი მცველი, ილია მეორის უსაფრთხოებას 14 წელი იცავდა. აგვისტოს ომის დღეები წლების წინ გაიხსენა. გორის დაბომბვის პერიოდში, როგორ აღმოჩნდნენ რუსი ოკუპანტების პირისპირ. მაშინ პატრიარქს საოკუპაციო ჯარების გენერალი ბორისოვი დაჟინებით სთხოვდა, რომ სოფელ შინდისში არ შესულიყვნენ, მაგრამ ილია მეორე უარზე იყო. გენერალი ბორისოვი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩვენ მივხედავთ, არ არის საჭირო იქ შესვლა, მაგრამ პატრიარქმა ახლა გადაწყვიტა, წავედით. აგვისტოს ომის დღეებში პატრიარქმა ფრონტის ხაზზე ხალხს დახმარება ჩაუტანა და მღვდლებთან ერთად ქართველი ჯარისკაცების ცხედრები გადმოასვენა. სწორედ ამ დროს მივიდა პატრიარქთან ერთ-ერთი ადგილობრივი და სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების შესახებ უამბო. პატრიარქმა შინდისში წასვლა ითხოვა. მისი პირადი მცველი იხსენებს, რომ ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. როდესაც მანქანები გაჩერდა, უკვე ჩანდა ეს მძიმე სურათი მანქანიდან. მე გადმოვედი და უთხარი პატრიარქს, რომ მანქანიდან არ უნდა გადმოსულიყო. იმიტომ რომ იქ იყვნენ ეს დაღუპული გმირები, მიმოფანტული და ესეთი რაღაცა მითხრა პატრიარქმა, მაშინაც აღვნიშნებენ და სულ ამას როდესაც ყვები ემოციები იმაწვება. რომ ჩემი ანაფორა დაუფინეთ, არ შესცივდეთო. პატრიარქმა შესულიყო, მე ჩემი ძმის საფლავი არ მექნებოდა. ეხლა და არ გვექნებოდა, არ გვეყოლებოდა ის ჩვენ. ალექსანდრე ონიანი შინდისის 17 გმირიდან ერთ-ერთია, ვისიც ხედარიც პატრიარქმა გადმოასვენა. ამ ისტორიას 18 წლის შემდეგ მისი და იხსენებს. ბოლო წუთები იყო ის საუბარი, ბოლო ხმა იყო ის, რომ უკვე დაბომბვის ხევებიც მესმოდა და ბიჭებო ალყაში ვართ და გაიჩა ჩვენი კონტაქტიც მან გაწყდა. ჩვენ ვეძებდით, ჩვენ ძმას სვანეთში ვიყავით, ველოდებოდით იქ რომ ამოსულიყო და უკვე დავიწყეთ სამანტყოფებში ძებნა დაჭრილებს შორის. და მე გვითხრას რომ აზრი არ აქვს პატრიარქმა გადმოასვენა უკვე და ამოცნობაზე ვიყავით, მე ვიყვნენ ოჯახის წევრები, მისულები. მაშინ არც პატრიარქმა, არც სასულიერო პირებმა და არც არავინ იცოდა, რომ ისინი შინდისის გმირები იყვნენ, ჯარისკაცები, რომლებსაც ვერც მშობლები დაიტირებდნენ და არც საფლავი ექნებოდათ, რომ არა კათალიკოს პატრიარქი. ვით არცა 9 ძმა ხერხეული ძის, ცაში გული ძგერს, 17 ძმისა. შენ არ იტიროვო, შენი ძმა ანგელოზია დარისობდა. შენ უფალს ძალიან უყვარხარო და არ იტიროა, მაგის გამო და შენი ძმა უკვე ანგელოზი არის. აი ეს სიტყვები ისეთი ძვირფასი იყო ჩემთვის და ის დღე ისეთი ძვირფასი იყო, რომ აი არ ვიცი. 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებში კათალიკოს პატრიარქს თბილისის რეზიდენცია არ დაუდოვებია. არადა ევაკუაცია უსაფრთხოების სამსახურმა რამდენჯერმე შესთავაზა. როცა გავრცელდა ამბავი, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ, პატრიარქს ჯვრის მონასტერში გადაყვანა შესთავაზეს. პასუხი იყო არა. უარი თქვა სვეტიცხოველზეც და საპატრიარქო რეზიდენციაში დარჩა. ჩვენ არ მოცილებული ვართ ერთი წუთით მის უწმიდესობას და თელღამეს არ ეძინა ხოლმე. თელღამეს ესაუბრებო და საველე მეთაურებს. ხო და ასაიდან ქონა ნომრები არ ვიცი, მე პატრიარქი ვარ, ხალო გამოგადგებითო და სწხოვდა ბიჭების სიცოცხლეს, ჯარისკაცებისას. ღამის 3-ზე ადრე არასდროს დაწოლილი და 5 საათზე ფევზე იდგა. დილას რომ ვიდოცებდა მე ყვავილი სული და ხოლმე ამაც გონია თუ საქმური ვარო, მაგრამ ძარდებს ვაყოლებ. და ღამე 4 საათი იქნა.
ჩვენ დილას გავდიოდით ხოლმე ჯარისკაცებთან საკვები მიქონდა ხოლმე ბავშვები გამოყვავდა ხეობიდან და საღამოს ბრუნდებოდით უსმიდესთან ღამე ვაშკაცი რუსეთის ელჩი რო დაიბარა თქვენ მიწის მანია გჭირდა და სასწრაფოდ დამალაპარაკეთ სარდალს და ორი სიტყვით უთხრა ისე მკვახეთ რომ მე პატრიარქი ვარ და კურთხევას გაძრავ თბილისში უნდა შემოხვიდე თუ არა 14 აგვისტოს კი თქვა რომ მიდიოდა ნაუმარ გორში კანტიკუნდად შემორჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებთან 5 დღის განმავლობაში და მერეს მე ვაშუქებდი ვითარებას გორში და გორი უკვე ოკუპირებულია და ველოდებით რომ ის 6 პუნქტიანი მოლაპარაკება ევროკავშირის შუამავლობით ადრე თუ გვიან უნდა შესრულდეს მაგრამ დრო გადის გორში არიან სამხედროები არავის ცხვირს მაპატი ამ გამოთქვისთვის არ აყოფინებენ რა ხდება შიგნით ინფორმაცია თითქმის არ აგვაქვს უცებ გავიგეთ რომ პატრიარქის კოლონამ უნდა გაიაროს ამისით არ ვიცით მაგრამ მე გითხეს რომ პატრიარქი მოელაპარაკა გენერალ ბარისოვს საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი იყო იქ და ჰუმანიტარული დახმარება შეიტანენ გორში მოსახლეობისათვის ხალხი ძალიან აფრთხილებული იყო ლოცავდნენ ეკლესიას ლოცავდნენ პატრიარქს გამოგვიშთა როგორც იქნა პატრონი რომ წარმოიდგინეთ 5 დღეა რომ ხალხმა არ იცის რა ბედი ელოდებათ საერთოდ არავინ არ ვიცით ცეცხლის ხაზზე ცოცხლები დახმარებას ელოდნენ, ქვეყანას შეწირული გმირები კი სამუდამო განსასვენებელს. ადგილზე ჩასულ პატრიარქს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გენერალმა ბორისოვმა უთხრა, რომ ცხინვალში დაღუპული ქართველი, რუსი და ოსი ჯარისკაცების ცხედრები შეაგროვეს და დაწვეს. ამის გაგონებაზეც რამლები ვერ შეუკავებია. მაგრამ ყველაზე მძიმე ჯერ კიდევ წინ იყო შინდისი და ქართველი ჯარისკაცების მიმოფანტული ცხედრები საბრძოლო ველზე. ჯარისკაცების ამოცნობა შეუძლებელი იყო. ცნობა კი მხოლოდ ერთი ნიშნით. ყველა სამხრებზე საქართველოს დროშა ეკეთა. ზოგი რუსული ავიაციის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ზოგიერთ ტანკის ჭურვი ჰქონდა მოხვედრილი. ერთ ხელში ტელეფონი შერჩენოდა. გადააფარეს სუდარები საეკლესიო სასულიერო პირებმა და მე უკვე ჩვენ ამ პოსტზე მდგარები გებულობთ რა ჩამოატარეს ლაფეტი და ამ ჯარისკაცებს აცხენოს მათი სულები ღმერთმა ფეხები მოუშანდათ და მაშინ მივხვდით რომ პატრიარქმა გააპატიოსნა ისინი და ჩამოასვენა გზად პატრიარქი გაჩერებულმა კადრმა შეაჩერა. ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქე დაინახა. ავტომობილში იჯდა და არ იცროდა. ჯარისკაცების ცხედრების გვერდით მისი ცხედარიც მოათავსეს და თბილისში გადმოასვენეს. შესვლისას როცა შევდიოდით ხელმარცხნივ იდგა პატარა მანქანა იქიჯდა მამაკაცი საჭესტო ნუ ჩავთვალეთ რომ ელოდება რაღაცას მე უკან რომ ბრუნდებოდით ისევ იჯდა გავაჩერებინე და ნახეთ მეთქი ყველაფერი უჭერს თურმე ყოფილა მკვდარი გარდაცვალა მომენტა ესევე გახევებული იყო საჭესტო და ჩვენ წამოიყვანეთ 7 მიცვალებული და მე გავაგზავნე საუბრელებო და კიდევ წამოიყვანეს მიდორში რო იყვნენ მიცვალებულები ძალიან მძიმე სურათი იყო.
წლების შემდეგ კათალიკოს პატრიარქი ამ მძიმე დღეებს რამდენჯერმე გაიხსენებს. უფრო მეტჯერ კი საუბრობდა ქვეყნის ერთიანობაზე, აფხაზების და ოსების დაბრუნებაზე. როდესაც მივედი რომ დამეწყო ფილმი იარე ლიზა, მასთან მინდოდა უბრალოდ რაღაცა იმპულსის აღება და მისი აი ეს ფრაზაც ჩამჩა რომ აფხაზეთი აფხაზ უნდა დავიბრუნოთ. აი ყოველი აფხაზის გული უნდა მოვაბრუნოთ ჩვენსკენ. გულთან უნდა კონდეს საქმე და არა ტერიტორიებთან. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ რომ მათი წინსვლა, მათი განვითარება, მათი პროგრესი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში. თქვენი წმინდა ლოცვით ღმერთმა მისცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ამინ.